მოგესალმებით, დღეს უნდა ვისაუბროთ ძალიან საინტერესო და საჭირო მიმართულებაზე და მინდა გაგაცნოთ ქალბატონი ლელა გიორგობიანი, სრულიად საქართველო იცნობს ქალბატონ ლელა გიორგობიანს, მაგრამ ცოტას ერთი-ორი სიტყვით მაინც ვიტყვით თქვენ შესახებ. ქალბატონმა ლელა გიორგობიანმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. იგი არის საქართველოს ინტეგრალური მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი. ასევე 97 წლიდან არის სუჯოკ აკუპუნქტურის საერთაშორისო ასოციაციის წევრი. 2007 წლიდან ქალაქ პეკინში აკუპუნქტურის მსოფლიო ფედერაციის წევრი. პროფესიული მიმართულებით გავლილი აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ტრეინინგი. მუშაობის სტაჟი არის აკუპუნქტურაში 51 წელი, ხოლო პედაგოგიური 37 წელი. მოგესალმებით ქალბატონო ლელა, როგორ ბრძანებით? მადლობა. თქვენ ხომ მედია კარგად ვწონდებით. მადლობა, კარგი. ქალბატონო ლელა, მოგვიყევით, რატომ დაინტერესდით თან იმ პერიოდში აკუპუნქტურის მიმართულებით? იმიტომ რომ საქართველოს ბაზრისთვის ესე ვფიქრობ, საერთოდ უცნობი მიმართულება იყო და ძალიან ბევრმა არ იცოდა იმ პერიოდში თუ რა არის, რა შესაძლებლობა გააჩნია აკუპუნქტურას. ჩვენ ცოტა ჩავშლით, მერე ვისაუბროთ, მაგრამ ჯერ ამით დავიწყოთ. კი ბატონო. საქმე იმაშია, რომ მე 1977 წლიდან მუშაობდი ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში. იქ იყო არაჩვეულებრივი სამეცნიერო კოლექტივი, პრაქტიკულიც თავისთავად და მე ვიყავი მეცნიერ თანამშრომელი, გავაკეთე ერთ-ერთი არაჩვეულებრივი კვლევა სარძევი ჯირკვლის კიბოს საუბაზე და მოვხდი ერთ-ერთ საერთაშორისო კონგრესზე, სადაც მოხდა ჩემი შეხვედრა აი ამ აკუპუნქტურის დარგში. იმ დროს საბჭოთა დროს იყო ასეთი პატრიარქი ამ დარგის, ვოგრალიკი ვადიმ გაბრიელიჩი, რომელმაც შემოგვთავაზა ონკოლოგიაში აკუპუნქტურის დანერგვა. და აკუპუნქტურა პირველ რიგში ეს არის ტკივილის გაყუჩების არაჩვეულებრივი უწამლო მეთოდი და ონკოლოგიური პაციენტებისთვის ეს არის ძალიან საჭირო მეთოდი, იმიტომ რომ ქიმიოთერაპიის და სხივების შემდეგ გაღიზიანებული ღვიძლი და თირკმელები არ აძლევს ზოგჯერ საშუალებას, რომ გააგრძელონ მკურნალობა. აი ასე მოვხდი მე აკუპუნქტურაში და ჩინურ მედიცინაში. დავხელოვდი მე გორგში, მოსკოვში, ვოლგოგრადში, რა ვიცი, 4 ჯერ იქ და პეკინში. დიახ, 2007 წელს პეკინში ვიყავი 3 თვე სტაჟირებაზე არაჩვეულებრივ ჰოსპიტალში. ეს იყო გრანტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის და აი ამ გრანტის თაობით, ასე ვთქვათ, მე იქ გავიარე არაჩვეულებრივი სწავლება, სტაჟირება და მე გავაგრძელე უკვე მოღვაწეობა ამ დარგში, როგორც სამეცნიერო თვალსაზრისით, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით და ძირითადად უფრო რეაბილიტაციის თვალსაზრისით ონკოლოგიაში და მე უკვე სხვადასხვა მიმართულებით და ცოტა ვრცლად რომ ვისაუბროთ და აუხსნათ ჩვენს მაყურებელს, რა არის ზოგადად აკუპუნქტურა? აკუპუნქტურა ეს არის უძველესი მეთოდი, ასე ვთქვათ, აი მკურნალობის ხელოვნება არის სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. იმიტომ რომ ჩვენ წელთაღრიცხვამდე 4000 წლით არის დათარიღებული ბევრი უძველესი მანუსკრიპტი და ერთ-ერთი ისტორია აქვს. დიახ, და მე იმას ვიტყვი, რომ ერთ-ერთ მღვიმეში ვიყავით ჩვენ ექსკურსიით, როდესაც ვიყავი პეკინში და იქ გამოსახული არის კედელზე აი ასეთი ადამიანი თავისი წერტილებით. წარმოიდგინეთ, რომ 4000 წლის წინანდელი აი ასეთი გამოსახულება ბარელეფი არის იმ მღვიმეში და ახლა რამდენი წელი და საუკუნე გავიდოდა მანამდე, სანამ ეს შეიქმნებოდა და სანამდე ის არის უძველესი. და რა არის აკუპუნქტურა? აკუპუნქტურა ეს არის თანამედროვე ტერმინი. ეს არის ფრანგი ერთ-ერთი მეცნიერის პოლინოჟიეს შერქმეული, აკუ ნიშნავს წერტილს, ბიოლოგიურად აქტიურ წერტილს. და პუნქტურა, ფუნქციო ეს არის ჩხვლეტა. ანუ ეს არის ნემსის ჩხლეტით მკურნალობის მეთოდი, აი ესე ითარგმნება და ჩინურად ეს ჟღერს როგორც ჯენძიუ.
ну გამოთქვა ჩინური ცოტა სხვანაირია კიდე უფრო ჯენ ძიუ ჯენ ნიშნავს ჩხლეტეს ძიუ ნიშნავს მოწვას მოქსა იმიტომ რომ ეს მეთოდი მოიცავს ორ მოქმედებას ერთი არის ნემსით ჩხლეტა აი ეს არის ჩინური ნემსი ესე იგი ამ ჩხლეტა და მე ზევიდან კიდევ სპეციალურად აბზინდის სიგარები არის და იმითი ხდება კიდე გათბობა მოწვა და ეს უფრო აძლიერებს აკუპუნქტურის ეფექტს. რომ ნემსი წუდება ნერვს, ეს კიდე ახურებს და ნერვის გაღიზიანება უფრო ძლიერია და ეფექტიც უფრო გამოხატულია. აი აკუპუნქტურა დაახლოებით აი ესეთი ისა, მაგრამ გაღიზიანების ადგილიდან დაუშვათ აი ხელში გაკეთდა რა, აი აქსელ რეფლექსით ადის თავის ტვინის ქერქში დაუშვათ აი ხელის ზონაში. ის ზონა ხდება დომინანტური გაღიზიანებული და იქიდან გადადის ეს გაღიზიანება აბსოლუტურად მთლიანად მთელ რუხ ქერქზე და რუხ ნივთიერებაზე. აბსოლუტურად ყველა შინაგანი ორგანოს ცენტრებზე. ოღონდ შედარებით უფრო ნაზი გაღიზიანებით და რა გამოდის იცით? ჩვენ კურნალობთ ერთ რაღაცას და ძალიან ხშირად ვიღებთ პარალელურად კიდევ დადებით ეფექტებს. ამიტომ ქვია ამ მეთოდს ჰოლისტური კურნალობის მეთოდი. ჰოლისტური ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგად გამაჯანსაღებელი მეთოდი არის. ხშირად მქონია ესეთი მომენტები, მკურნალობდი ერთ დაავადებას და ამ დროს ზოგი ორსოლდებოდა, ზოგი სიგარეტს ანებებდა თავს, ზოგს გაუვლიდა ტკივილი მუხლში, კონჩში და ასე შემდეგ. მე ამას ამ თემას აუცილებლად შევეხები. რახან დავიწყეთ თვითონ პროცედურის ახსნა და განმარტება. მე თქვენი პაციენტი ვარ, მომხმარებელი ვარ. ხშირად გაწუხებთ თქვა არა მარტო რაღაცა ჩივილის დროს, უბრალოდ რელაქსაციისთვის, მოდუნებისთვის, გადაღლილი სამუშაოს შემდეგ არის იდეალური და მე ეს ძალიან კარგად ვიცი. თუმცა მინდა აუხსნათ, რომ ყველას გონია რომ რახან ნემსით კეთდება პროცედურა, რო არის მტკივნეული. თუმცა გარწმუნებთ, რომ სრულიად უმტკივნეულოა, მაგრამ თქვენ უფრო კარგად ჩამოაყალიბებთ და ისაუბრებთ ამასთან დაკავშირებით, რომ არანაირი დისკომფორტი არ არის პროცედურის ჩატარების დროს. დიახ. საქმე რა შეეცით, აკუპუნქტურა საუკუნების მანძილზე, ათასწლეულების მანძილზე ვითარდებოდა, როდესღაც აკეთებდნენ თევზის ფხით, ჩვეულებრივად დიახ, ჩვეულებრივად სცენარის ეკლებითაც ანდა ეხლა ჩვენ რო გვაქვს კბილის წაწვეტიანებული პატარა ხის ჯოხები ხო ასეა აი მსგავსი იმითიც კეთდებოდა მერე უკვე ცოტა მოგვიანებით შემოვიდა ლითონის ბრინჯაოს სპილენზის და მერე უკვე იყენებდნენ და ეხლაც ვიყენებთ ოქროს ვერცხლის და მის ლითონის ნემცებს. თუმცა ეს ყველაფერი აღვნიშნოთ, რომ არის ერთჯერადი, მოდის პაციენტის თვალწინ იხსნება, ესე ვთქვათ, ეს ნემსები და რა თქმა უნდა, მერე ეს ყველაფერი იყრება სპეციალურად თანამედროვე პერიოდში უკვე ეს ასე არის. ადრე საბჭოთა პერიოდის დროს მთელ მსოფლიოში და საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩვენ ვიყენებდით მრავალჯერად ნემსებს, რომელსაც ხარშავდით, რასაკვირველია მას კოროზიაც ჰქონდა, ხან წყდებოდა, ხან რაღაც და იყო რაღაცა მომენტები. ამიტომაც ძალიან სწორი ეს ყველაფერი უკვე გადაყრილია და როგორც არის თანამედროვე მედიცინაში ერთჯერადი და ესე ერთი პაციენტისთვის ინდივიდუალური და ასე შემდეგ და ამას ვიყენებთ. აი, პირადად ეს არის ნემსი ვერცხლის, აქვს ტარი, აქვს ღერძი და აქვს სპეციალური ესა დაბოლოება. დაბოლოება არ არის წაწვეტიანებული, როგორც საინიექციო ნემსი. ეს არის აი ესეთი ტყვისებური, მომრგვალებული ბოლო აქვს. რისთვის? იმისათვის, რომ კანის ბოჭკოები გაწიოს იქით-აქეთ. გამიგეთ და ამიტომ არის რომ შედარებით უმტკივნეულოა და ჩვენ ვიყენებთ კიდე მილაკებს. მილაკში ჩადებულია და უცბად ჩაკრული გაივლის კანს და არის აბსოლუტურად უმტკივნეულო. აი ამითი არის კარგი, ეს არის უკვე შედარებით თანამედროვე ტექნიკა აი ამ თვალსაზრისით და აი ეს არის რაც ეხება. დიახ.
მე არ შემიძლია ხაზი რო არ გავუსვა, რამდენად მნიშვნელოვანი არის აკუპუნქტურის რომ მქონდეს სამედიცინო განათლება, იმიტომ რომ ბაზარი უკვე გაჯერებული არის არაპროფესიონალებით, გაივლიან 3 თვიან კურსებს, გაივლიან 6 თვიან კურსებს და უკვე ესე ვთქვათ, თითქმის ყველა წერტილში გაიხსნა, რომ აკუპუნქტურა ტარდება ამა თუ იმ დაავადების მიმართულებით. მინდა ახსნათ, რომ რამდენად აუცილებელი არის სრული სამედიცინო განათლება და მუდმივად კვალიფიკაციის ამაღლება, მე თქვენ შემთხვევაზე ვიძახი, რომელიც მუდმივად იზრდებით და ვითარდებით, მიუხედავად ამ ხელა სტაჟისა მუშაობის, ახლა მუდმივად მიდიხართ უცხოეთში, მიდიხართ ჩინეთში, არა მარტო იქ სხვაგან, რომ გაიზარდოთ და ისწავლოთ სიახლეები. აი ამაზე მინდა ისაუბროთ. დიახ, აი რის თქმა მინდა, იცით? არის ჩინური აკუპუნქტურა, არის კორეული აკუპუნქტურა და არის კიდევ იაპონური და ასე შემდეგ. რაც ეხება ჩინურ აკუპუნქტურას, ეს არის კლასიკური აკუპუნქტურა, რომელიც გამოიყენება აბსოლუტურად აი ტანის ყველა ნაწილში. რატომ? უნდა წარმოვიდგინოთ ნებისმიერი შინაგანი ორგანო. ნებისმიერ შინაგან ორგანოს აი დაუშვოთ კუჭი. აქვს იმას სისხლძარღვებიც, ნერვებიც. აი ზუსტად ჩაგეჭრებით, ამაზე ვსაუბრობ. ადამიანს რომელსაც არ აქვს უბრალოდ სამედიცინო განათლება, მან არ იცის არც შინაგანი ორგანოები, არ იცის არაფერი. ანუ შეუძლებელია სწორად მართოს პაციენტი. დიახ, აი ნამდვილად თქვენ სწორი ბრძანდებით. მეც მანდ ვარ საქმე რაშია, იცით? უნდა გესმოდეს კარგად ანატომია და ფიზიოლოგია. ფიზიოლოგია იმისათვის, რომ ვიცოდეთ თითოეული ორგანოს ფუნქცია, რას აკეთებს, ხო? და თუ ჩვენ ვხედავთ, რომ დავუშვათ, აი თირკმელების უკმარისობის მომენტია სიტყვაზე. აი ესე რა. ჩვენ გვინდა გავაძლიეროთ თირკმელების ფუნქციის მოქმედება. ამისათვის ჩვენ უნდა ვიცოდეთ მარჯვენა და მარცხენა თირკმელი რა დონეზეა. მარცხენა ოდნავ ზევით არის ანატომიურად მარცხენა კვლევა გჭირდებათ ხოლმე პაციენტი თქვენთან რომ მოდის, ანუ რამე კვლევას ითხოვთ თუ მხოლოდ კონსულტაცია. რა შეიძლება რა კვლევა დაგჭირდეთ? აუცილებლად ახლა გეტყვით, მე უბრალოდ რის თქმა მინდა, იცით, თითოეულ ორგანოს რო აქვს ნერვები და სისხლძარღვები, ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ სისხლის მიმოქცევის დონე, გავაძლიეროთ თუ შევამციროთ ეს საჭიროების მიხედვით, ეს არის უწამლოდ ჩვენ, ესე იგი, ან წინა მხრიდან, ან უკანა მხრიდან სპეციალურ წერტილებზე მოქმედებთ. ან და დაშორებულ წერტილებზე, რომლებსაც აქვთ აქტივობა იმ ორგანოზე დავუშვათ კუჭზე, სიტყვაზე. ან და მე თირკმელებზე დავიწყებ. თირკმელებზე იმიტომ ვთქვი, რომ ეს არის წყვილი ორგანო და ყოველთვის ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომელ თირკმელზე უნდა ვიმოქმედოთ. მეტად გამღიზიანებელი მეთოდით თუ პირიქით სედაციის შემაჩერებელი და მამშვიდებელი მეთოდით. და ესეც კიდე ჩინურ იმაში არის, ესე ვთქვათ, რომ ჩვენ ძლიერად არ შეიძლება არც გაღიზიანება და არც შეჩერება, რომ ეს ისეთი ორგანო, რომლის ფუნქცია უნდა იყოს ნორმის ფარგლებში. ამიტომ ეს რასაკვირველია ექიმმა იცის უფრო დაწვრილებით. რასაკვირველია ყველა კურსებზე გადიან იქ ანატომიას, ფიზიოლოგიას, მაგრამ ეს ისეთი სწრაფად რასაკვირველია ვერა. და მე რასაკვირველია ექიმს ესმის სულ სხვანაირად და ამიტომ მიდგომაც არის უფრო ძირფესვიანი ფუნდამენტალური, რასაც ქვია. ამიტომ ვიტყვი, რომ ჩინური აკუპუნქტურა ეს უფრო ექიმებისთვის არის და ჩვენს კანონმდებლობაში პირდაპირ წერია, რომ ჩინური აკუპუნქტურა ეს არის საექიმო სპეციალობა და უფრო მეტად, უფრო ხშირად ეს ნევროლოგების და თერაპევტების ასე ვთქვათ საქმეა. ეხლა გადავიდა ქვეს სპეციალობაში, ადრე იყოს ცალკე სპეციალობად, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, ვინ დასპეცდება ამ საქმეში და გააგრძელებს, ნუ ეს ასე არის. ეს არის საექიმო სპეციალობა. ეს პირდაპირ კანონში არის და ვინც იყენებს ჩინურ აკუპუნქტურას და არ არის ექიმი, ეს რასაკვირველია არ არის მაინდა-მაინც არ არის სწორი. აი ესე, მაგრამ რაც ეხება
სუჯოკ აკუპუნქტურა კეთდება თითებზე, ხელის თითებზე და ფეხის თითებზე. ეს არის კორეული მეთოდი. პროფესორი პაკ ჟევუ ეს არის სულ 30 მაქსიმუმ 40 წელია, რაც შემოვიდა ჩვენს ევროპის ტერიტორიაზე და მთელ მსოფლიოში, კორეული მეთოდია, თან არ არის პირდაპირი მოქმედების, იმიტომ რომ ყველა მერიდიანი, რომელიც არის ტანის ზედაპირზე ჩინურ მედიცინაში, გადატანილია პირობითად მტევნის და ტერფის წინა და უკანა ზედაპირზე. გამიგეთ და არის ესე იგი პირდაპირი მოქმედების კი არა, არის შუალედური რგოლი არის, ეს მტევანი და ტერფი, სანამ მივა იმ ორგანომდე ეს გაღზიანება, რომელიც ჩვენ გვჭირდება. რასაკვირველია, ეფექტით შედარებით შენელებულია. მე ხანდახან ვადარებ ესეთ იმას ეფექტს, რომ რასაკვირველია ეფექტური არის სუჯოკ აკუპუნქტურა, მაგრამ ეს არის ტორც როზევიდან კამფეთი დაადო, დაახლოებით ისეთი, ეს მე როგორც ექიმი უკვე ვფლობ-ერთსაც და მეორესაც და ეფექტს რო ვადარებ, რასაკვირველი ეფექტურია სუჯოკი, მაგრამ ჩინური აკუპუნქტურა ეს არის სულ სხვა. ეს არის ძირფესვიანი, საექიმო სპეციალობა ნამდვილად. დიახ. რამდენად უსაფრთხოა ბავშვებში და ორსულებში? აბსოლუტურად უსაფრთხოა თუ აკეთებს სპეციალისტი და აკეთებს სწორად, ნამდვილად. კიდევ ერთხელ ხას უსმევ, რატომ ბავშვებში სულ პატარებში ჩვენ ვიწყებთ წერტილოვანი მასაჟით. მაგრამ სადღაც 4-5 წლიდან დასაშვებია აკუპუნქტურა. თუ ბავშვი არის წყნარი, მშვიდი და ნემსის პატარა გაკეთების დროს ბავშვის გართობით ეს გამოდის და ჩვენ შველით, იმიტომ რომ არის ზოგჯერ ბავშვს პარეზი აქვს, ესე იგი მშობიარობის შემდგომი დაბადების პერიოდში არის რაღაცა ტრავმის შემდეგ ან რაღაცა. მაშინ ჩვენ ნემს ვაკეთებთ, გამიგეთ, მაგრამ ამ დროს ბავშვს ვართობთ და ეს მშვენიერი კარგად გამოდის. მაგრამ პირველი მეორე კლასელებს არ ჭირდება დიდი ხვეწნა. მით უმეტეს ახლა არის უკვე აბსოლუტურად უმტკივნეულო ტექნიკა არის იმითი მილაკებით და ბავშვები ამაყობენ კიდევაც რომ ესე იგი. ახლა რაც ეხება ორსულებს პირველ და ბოლო ტრიმესტრში ჩვენ არ ვუტარებთ პროცედურებს. ეს არის, უჩვენება კი არ არის, ეს არის პირობითად რეკომენდაცია. არ არის რეკომენდირებული. მაგრამ შუა ტრიმესტრში, ეს არის მე-4, მე-5, მე-6 თვე. ამ დროს, ესე იგი, დიაფრაგმის ზედა ნაწილში დასაშვები არის აკუპუნქტურა. რატომ? დიაფრაგმის ქვევით უკვე აქ ისეთი ნერვებია, რომელიც მოქმედებენ მუცლის ღრუზე, საშვილოსნოზე და აქ ესე იგი არ არის სასწორებელი. კიდევ ერთხელ უნდა აღნიშნო, რატომ უნდა გქონდეს აკუპუნქტურის სამედიცინო განათლება, იმიტომ რომ ესე ძირფესვიანად შეუძლებელია, ასე ვთქვათ, იცოდეს ადამიანის ორგანიზმი, ამიტომ ჩვენ ყველას მოუწოდებთ, რომ ყოველთვის მიდით პროფესიონალთან. აუცილებელი მოთხოვნა არის ეს. კი ბატონო, უბრალოდ ერთს ვიტყვი, რომ მე მყავდა ორი ორსული, რომელსაც ერთს კბილის ტკიოდა სიგიჟემდე და უნდა გავუკეთებინა, თანაც ეს იყო უკვე მე-7 თვეში და დიდი საშიშროება იყო ამ დროს, რომ დაწყებოდა მშობიარობა. მაგრამ გავაკეთეთ, გავაყუჩეთ კონსულტაციაში დილამდე და მე უკვე სტომატოლოგმა პროფესიულ დონეზე დაეხმარა და ესე. და მეორე კიდევ იყო საშინელად ნევროზის პერიოდი იყო, ნევროზული სიტუაცია იყო და იქაც დავეხმარეთ, ასე ვთქვათ და ყველაფერი კარგად დამთავრდა. ეს რაც ეხება ორსულებას. ქალბატონო ლელა. რატომ უნდა მოვიდნენ პაციენტები თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში აკუპუნქტურის ჩასატარებლად? და არა მარტო ამის სხვა პროცედურების. კი ბატონო, მე ერთ რამეს ვიტყვიცით, მე რაც დავიწყე აკუპუნქტურის დარგში მუშაობა, ონკოლოგიიდან დაწყებული მე პოლიკლინიკებში, მეორე იმაში ვარ, ასე ვთქვათ, ნამუშევარი სამედიცინო უნივერსიტეტში, ისიც და ბევრგან. მაგრამ ყოველთვის მინდოდა აქ მოხვედრა მე როგორც სპეციალისტ, რატომ? ჯერ ისეთი იმიტომ, რომ აქ ეს დარგი უფრო რეაბილიტაციისთვის არის. ეს ერთი. მეორე ის, რომ აქ არის უნიკალური პირობები
აღდგენისთვის, რეაბილიტაციისთვის. ამიტომ ნებისმიერ პაციენტს, ვისაც ჭირდება დახმარება, ეს იქნება ხერხემლის, ძვალსახსროვანი სისტემის, თუნდაც შინაგანი ორგანოების თვალსაზრისით, იმიტომ რომ აქ არის სამედიცინო რეაბილიტაციაც, აქ არის სპა კურორტიც არის და აქ არის ყველა სახის და დონის სპეციალისტები. და ამიტომ სადღაცა მარტო მასაჟი გაიკეთო და სადღაც ივარჯიშო და სადღაცა იცურავო და სადღაც ისე ეგ ჯობია ერთ ადგილზე კომპლექსურად. აი აქ არის ბრწყინვალე საშუალება. აქ გოგირდის საბაზანებიც არის, აქ პილატესიც არის, აქ მასაჟიც არის, აქ აკუპუნქტურაც არის, აქეთ მანუალური თერაპიაც არის. და უნიკალური მინერალური კაფე საქართველოში წარმოდგენილი უნიკალური წყლები ერთ სივრცეში. რაც თავარია, აქ გვაქვს კიდე მარილის ოთახი. აქ გვაქვს ჟანგბადის არაჩვეულებრივი ისინი საინჰალაციო და ისინი ფიზიოთერაპია არაჩვეულებრივი და რაც თავარია სადიაგნოსტიკო კომპლექსი არის უმაღლეს დონეზე აქ ყველაფერი არის აბსოლუტურად და სამკურნალო ისე რომ აქ იმიტომ ჯობია და ყველას ვეუბნები რომ ჯობია ერთ ადგილზე ყველაფერი ერთდროულად ჩაიტარო კომპლექსურად ვიდრე სადღაც რაღაც ისა და აი ამიტომაც მე ნამდვილად ყველას ურჩევ ბალნეოლოგიაში მკურნალობას აღდგენას და რასაკვირველია კიდე ვისაც უნდა უბრალოდ წყალში აერობიკა და ასე შემდეგ აქ ყველაფერი არის ამისათვის აკუპუნქტურა როგორც თქვით აბსოლუტურად ყველა ორგანოს დაავადებების დროს გამოიყენებთ რომ ყველა ორგანოს აქვს ნერვი და სისხლძარღვი ამიტომ შეგვიძლია ვიმოქმედოთ როგორც ტანის არეში ისევ სხვადასხვა ადგილებიდან სპეციალური რეცეპტორი მაგრამ როდესაც არის ონკოლოგიური დაავადება და არ არის ჯერ ასე ვთქვათ დიაგნოსტირებული და არ არის ნამკურნალები ჩვეულებრივი მეთოდებით ონკოლოგიური მეთოდებით ამიტომ ამ დაავადებებს ამ პაციენტებთან ჩვენ საქმე არ გვაქვს აი როდესაც დადგინდება დიაგნოზი ჩაუტარდება ან ქიმია ან სხივები ან ოპერაცია და აღდგენით პერიოდში არის საჭირო იქნება ან ტკივილის მოსახსნელად ან აღდგენა სხვადასხვა ასე ვთქვათ დარღვეული ფუნქციის ან ხერხემლის ან სახსრების თვალსაზრისით აი მაშინ ჩვენ ესე იგი ჩავერევით. ამიტომ ონკოლოგიური დაავადებები ეს არის პირველ რიგში ავტივისებიან დაავადებებზე მაქვს ლაპარაკი. რაც ეხება კეთილთვისებიან დაავადებებს. კეთილთვისებიანი დაავადების დროს არის პირობითი უკუჩვენება. პირობითი რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ იქ სადაც არის კეთილთვისებიანი და ასე ვთქვათ სიმსივნე, იმ არეში არაფერი არ კეთდება. კეთდება სხვაგან. იქ არის აკრძალული. იმიტომ კეთილთვისებიანი არ არის, ასე ვთქვათ, არ აქვს მეტასტაზირების უნარი. აი ამაშია საქმე. ეხლა რაც ეხება პოლიტრავმა, როდესაც არის ახალი ტრავმა და ბევრნაირი ტრავმები აქვს და იმ დროს რასაკვირველია უნდა იმკურნალოს ჩვეულებრივად, როგორც წესი და რიგი არის და აი მე აღდგენით პერიოდში უკვე გვაქვს საშუალება რომ ასე ვთქვათ დავეხმაროთ. კიდევ მაღალი სიცხის დროს არ შეიძლება ორსულობის პერიოდში, როგორც თქვი, ეს არის პირობითი ზოგჯერ შეიძლება ზოგჯერ არა, ამიტომ ცოდნა უნდა და მიდგომა უნდა სისხლდენების დროს. სისხლდენების დროს არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ნებისმიერი ჩხვლეტის დროს შეიძლება გაძლიერდეს სისხლდენა. სხვადასხვა ან შინაგანი სისხლდენა, ან საშვილოსნო და სხვადასხვა სისხლდენების დროს. უფრო ხშირად აი ესეთი ესენი ბევრი რაღაცები არის ზოგადად და კიდევ არ შეიძლება როდესაც არის ღია ჭრილობა და დაჩირქებულია და ჩირქოვანი პროცესების დროს ვერიდებით ასე ვთქვათ მაგრამ მე მაქვს გამოცდილება რეანიმაციაში როდესაც არის ინსულტის პერიოდში აპარატზე ჩართული პაციენტი უგონო მდგომარეობაშია და აი პირველივე 2 კვირის შემდეგ როგორც წესია ეწყებათ ფილტვების ანთება და ასე შემდეგ და ნაწოლები
და ამ დროს ჩვენ ვაკეთებთ მასაჟს, ვაკუუმ თერაპიას და რასაკვირველი არის აკუპუნქტურა, რომ ნაწოლი არ გაჩნდეს, რომ ნაწოლი ალაგდეს და ასე შემდეგ. ნუ იცით რა ძალიან ბევრი რამ არის. ფართო სპექტრი არის ამ მიმართულებაში. აბსოლუტურად. ეს არის ულევი მასალა, ასე ვთქვათ, როგორც სალაპარაკო და ეს და სწავლა კიდევ შეიძლება ამ დარგში. წერტილოვანი მასაჟის კურსებიც არის, აკუპუნქტურის და ასე შემდეგ, ნუ ეს უკვე სხვა თემაა. მოდით ვისაუბროთ, რა დაავადებებს შველის აკუპუნქტურა. რა არის იცით? ჩინეთში მკურნალობენ აბსოლუტურად ყველაფერს და უკუჩვენება თითქმის არ არსებობს. ჩვენს მედიცინაში, თანამედროვე მედიცინაში, აი საქართველოში და პოსტსაბჭოურ სივრცეში და საერთოდ ევროპაშიც უკვე ყველგან, ესე იგი, არის უკუჩვენება რა? ჯერ უკუჩვენებას ვიტყვი, დანარჩენი არის ყველაფერი ჩვენი, ასე ვთქვათ. ნუ, კარგად, დაში ჩვენებებით დავიწყებ. ეს არის ნერვული სისტემის დაავადებები. ნერვული სისტემის ეს არის, ასე ვთქვათ, ნევრალგიები, ნევრიტები, ნებისმიერი ნევრიტი, ასე ვთქვათ, ეს არის ისიაზი, რადიკულიტი, ეს არის სახის ნერვის პარეზი, არ აქვს მნიშვნელობა. ესე იგი, გაქვთ უნიკალური შედეგები. ძალიან ბევრი პაციენტი ყავდათ 16-17 წლის წინანდელი პარეზით, ესე ვთქვათ, რომელსაც ფიქრობდნენ, რომ არ აღდგებოდა ეს სახის ნერვი, ესე ვთქვათ, კუნთი და რამდენი პაციენტი ყავს გამოჯანმრთელებული და გაშვებული. საკმაოდ ბევრი, დიახ. ესე, ნუ, კონკრეტულად ამაზე მე უფრო მეტად ვმუშაობ, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერზე. უბრალოდ იმიტომ, რომ აკუპუნქტურას აქვს ასეთი თვისება, რომ ნერვული სისტემა საერთოდ არის ცენტრალური და პერიფერიული. თავის ტვინის ფუნქციების აღსადგენად ეს არის თავის არეში, ზურგის ტვინის აღსადგენად არის ზურგის არეში და დაშორებული წერტილებინაც მოქმედებთ და სხვათა შორის აი პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებით უფრო ხშირად მოდიან. ეს არის ისიაზი, რადიკულიტი, ეს არის მაგრამ ზოგადად რა შემთხვევაში უნდა მოგმართონ პაციენტმა თქვენ? აი პირველ რიგში ნევრიტების დროს, როდესაც არის ტკივილი, როდესაც არის ცალმხრივი დაუშვათ, არის აი ინსულტის შემდგომი ჰემიპარეზი, ნახევარი დაბლა, რო ესე იგი ხელის, ფეხის, სახის შეიძლება იყოს. აი ეს არის ესე იგი კუნთების დაავადებების დროს, კანის დაავადებების დროს, სისძაფთა დაავადებების დროს, აი ყველაფერზე ნევროზი, ინსომნია, რასაკვირველია, ნევროზი და არის ესე იგი აი დაუშვათ ღამის ენურეზი არის როგორც უროლოგიური პრობლემა, ისევ არის ნევროზი. ამიტომ ერთ-ერთი ეს არის და ამიტომ ფობიები, მენტალური ზოგი სიტუაცია ყოველთვის არა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან კარგად უხდება. ნუ ეს რაც ეხება ნერვულ სისტემას. გულსიძახთა სისტემა, ეს არის სისხლის წნევის მომატება, დაქვეითება, რეგულაცია, ასე ვთქვათ, აი ეს მერე ენდარტერიტები, ათეროსკლეროზი და ლიმფური სისტემის, აი ლიმფოსტაზი, ეს არის ქვედაკიდურების ან ზედაკიდურების შესივება, შეშუპება, ონკოლოგიურ პაციენტებსაც ონკოლოგიური, დიახ. ნუ მე ონკოლოგიაში 36 წელი ვიმუშავე. ონკოლოგიურ პაციენტებს ხშირად უტარდება ქიმიოთერაპია, სხეული თერაპია და მათ უმცირდებათ ლეიკოციტების დონე. და იმისათვის რომ არ შემცირდეს, ან და შემცირებული მალე აღდგეს, ჩვენ უტარებდით როგორც აკუპუნქტურას, ისე ჩინურ კომპლექსს. ჩინურ კომპლექსში შედის წერტილებზე მაგნიტოთერაპია, ეს მაგნიტოფორების დაწებება, შედის წერტილოვანი მასაჟი, შედის ვაკუუმ, ოღონდ ჩინური ვაკუუმი, დიახ, ტვინა, აუცილებლად ტვინა მასაჟი, წერტილოვანი და ბევრი სხვა რამ. არის ჩინური კომპლექსი, იგნითერაპია, ეს არის ნემსის ზევიდან ქილა კეთდება და აი ეს ყველაფერი სპეციალური რეცეპტურით, რასაკვირველია, სპეციალური რეცეპტურით ხდებოდა ამის გამოყენება ონკოლოგიაში. მაგრამ აი ეს ყველაფერი გამოიყენება საერთოდ ყველა დანარჩენი დაავადებების დროს. ეხლა სხვა რა? სასუნთქის სისტემის დაავადებები,
აი კოვიდის პერიოდში, იმუნიტეტის გასაძლიერებლადაც დიახ, აი პირველ რიგში იმუნიტეტის გასაძლიერებლად და სუნთქვის აღდგენისთვის ასევე ვიყენებდით, იმიტომ რომ უჭირდათ სუნთქვა, მე უმრავლესობას ჰქონდა ფილტვების ანთება და ამიტომ ჩვენ ვუტარებდით როგორც აკუპუნქტურას, ვაკუუმ აკუპუნქტურას და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი საკმაოდ შველოდათ და ზუსტად აი იმ კოვიდის პერიოდში უმრავლესობას ჩვენ ვიცით რომ ეყნოსის კარგებოდა გემოვნების ისე და აი ამაზეც მუშაობდით და როდესაც სტარდებოდა აკუპუნქტურა უფრო მალე ხდებოდა აღდგენა გამიგეთ მაგრამ ისიც ვიცით რომ დღემდე ზოგს საერთოდ არ აქვს აღდგენილი იმიტომ რომ თავის დროზე არ იყო სწორად ნამკურნალები და აი ესეთი რამე კიდევ სასაცილო სისტემის დაავადებები ну პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ ჩემი ასე ვთქვათ ინიციატივა არ იყო უბრალოდ პაციენტებმა მომძებნეს და არაერთმა პაციენტმა ქალბატონები ვისაც არ ყავთ შვილი უნაყოფობაზე აი ამ ბოლო პერიოდში აი ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში შემიძლია ვთქვა უკვე 10-12 ქალბატონი მოვიდა ჩემთან მომძებნეს ინტერნეტით ეს იმიტომ ვამბობ რომ ჩემი სპეციალური დაინტერესება არ იყო მაგრამ რომ თხოვეს რომ ვიცით რომ აკუპუნქტურა საკმაოდ აპრობირებულია მსოფლიოში არის ესეთი საერთაშორისო პროტოკოლი დელფოს პროტოკოლი სადაც წერია პირდაპირ რომ აი ეკოს წინ ექსტრაკორპორალური განაყოფიერების წინ სასურველი არის აკუპუნქტურის ჩატარება და უკვე ეფექტურობა 26%-დან იზრდება 42%-მდე და თუ დავუშვათ რამოდენიმე კურსი ჩატარდება სანამ აი ექსტრაკორპორალურ განაყოფიერებას ჩაატარებენ 1-3-4 კურსი მაშინ 62%-მდე ადის აი ეს ეფექტურობა ისე რომ აკუპუნქტურა საკმაოდ ძლიერი ძალა აქვს აი ასეთი დაავადების დროს თორე ისე ეს უნაყოფობა ეს არის ერთ-ერთი როგორც ქალური ისე მამაკაცის ანუ უნაყოფობის დროს მე ეს არის ისე იგი ხშირად ვიყენებთ ციკლის დარღვევების დროს ამენორეის დროს მამაკაცებში ეს არის იმპოტენციის დროს და ბევრი სხვადასხვა ურითრიტების და ბევრი დაავადებების დროს უნდა ვისაუბროთ ჭარბწონაზეც იმიტომ რომ ჩვენი საუბრის დაავადება და უმრავლესობას ეხლა ესე ვთქვათ ჭარბი წონა აწუხებს რას აკეთებთ ამისთვის აი ჭარბი წონის დროს ну რასაკვირველია ჯერ პაციენტს ვსწავლობთ ესე იგი ენდოკრინოლოგის დასკვნა საჭირო არის აუცილებლად ჰორმონალური ბალანსის ჰორმონების მდგომარეობა რა მდგომარეობა არის ფარისებრიდან დაწყებული აბსოლუტურად ყველაფერი და მე ვადგენთ რა ტიპის არის სიმსუქნე ეს არის ასე ვთქვათ ალიმენტარული თუ ეს არის ჰორმონალური ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჰორმონალურის დროს ცოტა ძნელად მიდის გახდომა ამიტომ ვმუშაობთ ენდოკრინოლოგთან ერთად მისი დანიშნულებით ისე ნუტრიციოლოგი კიდე ცალკე ნიშნავს დიეტას და ახლა პრაქტიკულად ჩვენ რას ვაკეთებთ მე ვამბობ რომ მე ვმუშაობ მე მარტო აკუპუნქტურით არ ვმუშაობ ვმუშაობ კიდე ჩინური კომპლექსი ეს არის სპეციალური ჩინური მერიდიანული მასაჟის მასაჟორებით არის წერტილოვანი მასაჟი თაითუნა მასაჟის როგორც ხელით ისე სპეციალური მასაჟორებით ვაკუუმ ჩინური მეთოდიკით 1 კილით დამუშავება ესა აი მე უკვე საპრობლემო ადგილები სადაც არის ესე იგი ეს არის მუცლის წინა ზედაპირი ეს არის მეჯბარძახის მიდამო ზურგის არე სადაც საპრობლემო ადგილებია სადაც მეტად ის არის რასაკვირველია იქ კეთდება უკვე როგორც აკუპუნქტურა და პარალელურად ვაკუუმ თერაპია კოტოშებით ასე ვთქვათ მაგრამ იქ ამის გარდა კიდევ გვაქვს სხვადასხვა სპეციფიკური წერტილები რომლებსაც ვიყენებთ აი ამ ეფექტის გასაძლიერებლად. ნუ ეს არის სპეციფიკური, ამიტომ მას ვერ მოგიყვებით ახლა ეს ძალიან დიდი ამბავი თემა არის, მაგრამ არის კიდევ ესეთი ყურის არეში არის კიდევ ეგრეთ წოდებული დიახ წერტილებიც არის შიმშილის და წყურვილის, სადაც შეგვიძლია გავაკეთოთ სპეციალური ესეთი საყურე ქვია იმასაც, ესე იგი, რომლებიც ძალიან კარგად მოქმედებენ და ანელებენ
ანელებენ აი ამ შიმშილის შეგრძნებას, წყურვილის შეგრძნებას და რასაკვირველია ეს ყველაფერი კომპლექსში, აუცილებლად კომპლექსში ეხმარება პაციენტს. ძალიან კარგი. ასევე არ შეიძლება რო არ შევეხოთ პლასტიკური ქირურგიის ან ესე ვთქვათ კოსმეტიკური პროცედურების ჩატარების მერე უამრავი ქირურგი უშვებს თქვენთან პაციენტებს. ძალიან ბევრი, იმიტომ რომ სამწუხაროდ ეხლა ეს მიმართულება არ არის, რომ პლასტიკურ ქირურგთან რომ მიდიან, რომ 100%-ით ესე ვთქვათ ისე ექნებათ ყველაფერი, რის სურვილიც აქვთ. ამ შემთხვევაში რა ხდება? ნუ ამ შემთხვევაში რა არის? უფრო ხშირად ტარდება პროცედურები სახის არეში. უფრო ხშირად. ეს ზოგჯერ ფილერები კეთდება, ზოგჯერ ქირურგიული ასე ვთქვათ ისე აი ახლა ზოგიერთი ქირურგი აკეთებს ოპერაციას და იღებენ სხვადასხვა პატარა კეთილთვისებიან სიმსივნეებს სხვადასხვა არედან აი უკანაზე და პირზე თავის ქალის შიგნითა და რაღაცა და ხდება პარეზი, ანუ ნახევრად დამბლა სახის. აი იმ დროს უკვე ჩვენ ვატარებთ სპეციალურ აკუპუნქტურას, მაგრამ მარტო აკუპუნქტურას, მანდაც მთელი ჩინური კომპლექსია. წერტილოვანი მასაჟი, ფარმაკოპუნქტურა, წერტილების მიხედვით სპეციალური კოქტეილის შეყვანით, იქ ვაკუუმ თერაპია, იქეთ სახის წერტილოვანი ვთქვი, არის მე კიდე სპეციალური სახისთვის მასაჟორები, რომლებიც ისე ვიყენებთ და ეს ყველაფერი ერთად გვაძლევს უკვე კომპლექსში. ერთადერთი ეს არის, რომ ესე იგი მინდა აღვნიშნო, რომ რაც მალე მოვა პაციენტი ოპერაციის შემდეგ, ან დაუშვათ აი ხშირად არის ფილერებს აკეთებენ ბოტოქს აკეთებენ და ბოტოქსის შემდეგ ხშირად აქვს აი ცალი მხარი ჩამოვარდნილი და მაშინ დიახ და რაც მალე მოვლენ უკეთესი შედეგია. 3 თვემდე აღდგებადობა კარგია, 6 თვემდე მერე შენელი და მერე ან აი ესეთი ის არის. და ძალიან ბევრი პაციენტები არის აი ამ პრობლემებით. სიგარეტის მამნიჭროების გადატანა. კი ბატონო, ტოქსიკომანიების დროს. ეს არის სიგარეტის გადაგდებაზე. არის ესეთი ბრაიკოს მეთოდი, ეს პიროვნება მე თვითონ გავიცანი კიდევ მოსკოვში, როცა ვიყავი პირველად სპეციალიზაციაზე და ვილაპარაკეთ, რომ აი ესეთი მიდგომა ალბათ აჯობებს. იმანაც მოსინჯა, არაჩვეულებრივად გამოვიდა. მეც მოვსინჯე, გამომივიდა. მე ეს ბრაიკო წავიდა ამერიკაში, ახლა ესეთი ცნობილი პიროვნება, იქ გახსნა კლინიკა, არაერთი კლინიკა, ყავს მილიონი პაციენტები. მე აქ ვიყენებ ამ რეცეპტს. ჩვენი ერთად შედგენილი რეცეპტურა არის სხვათაჩვენს. ძირითადად კეთდება ყურზე, წინა დღეს სპეციალური ფსიქოლოგიური მომზადება მიდის და რაც მთავარია, ზოგს ერთი პროცედურას კი ყოფნის. ერთი პროცედურით შედარებით იშვიათია, მაგრამ კვირაში ერთხელ ერთ ყურზე კეთდება, მეორე კვირას მეორე ყურზე. შესაძლებელია რომ მესამეც დასჭირდეს, იშვიათად რომ მეოთხე და ცვლით ხან ერთ ყურზე, ხან მეორე ყურზე, აი ესე და ეფექტი არაჩვეულებრივია. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონი ლელა, ძალიან საინტერესო იყო.